დავიწყეთ. არა, პირველ რიგში ნიკა ვარ. ჩაიძე. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მარტო მუსიკოსი არ ვარ და ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ და რაღაც მომენტები არის, როცა მუსიკოსი აღარ ვარ ხოლმე. მაგ დროს ხვდები, ვთქვათ, ვიდეო არტისტი, როცა ვიდეოსაც და მუსიკასაც არ ვაკეთებ, შეიძლება ვხატო, მე შეიძლება ვწერო, ამიტომ ეგ არ გამიჭირდებოდა, რამე ვიქნებოდი ყველა ვარიანტში რა. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ნამუშევარი და ყველაზე მაგარი ნამუშევარი, რაც გამიკეთებია ჩემი შვილები არიან. მე უკვე დანარჩენი რასაც ვაკეთებ საერთოდ რა. საზღვარგარეთ ძალიან ადვილად თქვია არტისტი ამ ყველაფერს. საქართველოში ყველაფერს რა თქმა უნდა ყოფენ რაღაცა იმებად, იმიტომ რომ არტისტი რაღაც ყველას საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მსახიობი გონია რატომაც. ჩემ ცხოვრებაში იმდენი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ძალიან ბევრი საფეხური იყო, რომელიც გავიარა. გარემო შეიცვალა ძალიან ბევრჯერ. თან ისე კარდინალურად. გზა მუსიკამდე ისო ბავშვობიდან დაიწყო. პატარა ვიყავი, სულ უკრავდი რაღაც. მე თვითონ მსმენა მქონდა ძალიან ისე, რომ დავდიოდი მუსიკაზე ძალიან ცოტა ხანი. და ნოტებიდან გარჩევა მეზიზღებოდა დღემდე კი ვიცი ნოტები ესე, მაგრამ ახლა რომ დამსვა და დაუკრა, ესე ნახოთ ვერ დაუკრავ ნოტებიდან და ვაკრავინებდი მასწავლებელს და მე ვსმენით თამაშობდი და აი ეგრე უკრავდი რა. ბავშვების ასოციაციებია ყველაზე ძლიერი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, სუბიექტურად ჩემთვის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, პრინციპში ყველაფრის გავლენა არის ჩემი ბავშვობა. საბჭოთა საბავშვო ფილმები, აი იმ ფილმების მუსიკა, ვთქვათ, ან აი ეს რაღაცა ქუჩის ხმაური, რაც მესმოდა ბავშვობაში, რომელიც ძალიან ისე მახსოვს და სუნი, ბევრი რაღაცა რა. ჩავაბარე ანიმაციის რეჟისურაზე 1 წელი იქ ვისწავლე, მერე 9 წელი ვიყავი აკადემიაში კინოს მხატვრობაზე, მერე გადავედი კინოსარეჟისოროზე, დავამთავრე კინოსარეჟისორო ბოლოს და ბოლოს. გადავიღე ფილმი, საკურსო და ეს საკურსო რომ დავამთავრე, იმდენი ენერგია დავხარჯე და ისე დავიღალე ამის კეთებით და აი ამ უამრავ ხალხთან ურთიერთობით, რო იქ ლაბორატორიაში ფირი მიიტანე, მერე გახმოვანება, აი ძალიან ის იყო რა ჩემთვის მე ცოტა ისეთი ისა რა ქვია ვიყავი სოციოფობი არ მიყვარდა ბევრი ხალხი და ბევრი ხალხთან ურთიერთობა რა ეხლა აღარ ვარ ეგეთი მაგრამ მაშინ ვიყავი და მივხვდი რომ ამის კეთება მე არ შემიძლია რა და მაგ დროს ზუსტად დაემთხვა რომ რაღაცა კომპიუტერი გამოჩნდა სახლში დავიწყე რაღაცების კეთება ანუ რაღაცებს ვიწერდი ხმებს, მე იმისგან ერთმანეთზე ვაწყობდი რაღაცებს და ეგ დავიწყე ნელ-ნელა კეთება და მივხვდი რომ ძალიან იმ დროისთვის იყო ჩემთვის იდეალური რაღაცა, რომ ინტიმი იყო აბსოლუტური მე და კომპიუტერი და არავინ არ იყო გარშემო და რასაც მინდოდა ვაკეთებდი, არ მჭირდებოდა არავისთან ურთიერთობა ამისთვის. ახალი მუსიკის აღქმის პრობლემა არის უფრო გლობალური ვიდრე რომ ჩემ მუსიკას რატო ვერ უსმენენ აქ და რატო უსმენს ცოტა ხალხი და რატო უსმენენ რაღაცას მეტს. ქართულ მსმენელს არ ქონდა ის საშუალება განვითარების, რაც ქონდა ვთქვათ დასავლელ მსმენელს, რომლისთვისაც აუთენტურია თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, იმიტომ რომ იმან იცის მანამდე რა ხდებოდა მოსმენილი. ანუ მოსმენილი შეიძლება ესე კი არ უსმენდა, მაგრამ ბავშვი რო იზრდება ტელევიზორში რაღაცას დაინახოს, რადიოში რაღაცას მოისმენს, ყური შეჩვეულია მაგას რა. და ის მსმენელი გაზრდილია იმისთვის, რომ მოისმინოს ეხლა თანამედროვე რაც კეთდება. აქ მსმენელი არ არის მაგისთვის მზად. ამ იმისთვის რომ მსმენელი გაიზარდოს, ძალიან ბევრი რაღაცა უნდა, ძალიან ბევრი ინფორმაცია უნდა მიაწოდო, ძალიან ბევრი რამე მოასმენო, ძალიან ბევრი რამე აჩვენო. და მაგის შემდეგ უკვე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ აქაც მოეწონოთ რაღაცა. ეხლა თუნდაც აი
სხვა საბჭოთა რესპუბლიკებზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ რუსეთს რო შეევადაროთ, ხო? რუსეთში როგორც კი დამთავრდა საბჭოთა კავშირი, იმ წუთას დაიწყო ეგ პროცესი, შემოტანის რაღაცა ახლის, ჩამოყავდათ კონცერტები, იმართებოდა ვიღაცა ისეთი მუსიკოსების, რომლებიც მანამდე არ იყო. აქ ეგ არ ხდებოდა. რანიჭი მინდა მქონდეს და მაქვს სიმღერის. ვიღაცებს რო უსმენ ხოლმე ძალიან მინდა რომ ეგრე შემეძლოს სიმღერა, მაგრამ ნუ არ შემიძლია. რა ცოტა რაღაცებს ხროტინებ ხანდახან. ეგ არის და ეგ. ცოტა მოუსვენარი ტვინი მაქვს და ბევრი რაღაც მაინტერესებს და ბევრი რაღაცას ვაკეთებ. პროცესი თვითონ რაღაცას რო ვაკეთებ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შედეგი, რასაც მივიღებ. ის შემდეგ რა, მუსიკას რო ვაკეთებ, თვითონ ის კეთება არის ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი. რო გითხარო, ეხლა ჩემი მსმენელისთვის ვარ, რომ მე ეგრე ვფიქრობ, მოგატყუებ, იმიტომ რომ არასდროს არ ვფიქრობ მაგაზე, ვთქვა, ან რაღაცას რო ვაკეთებ, რაღაც ვიზუალურ რამეს რო ვაკეთებ, ან მუსიკას რო ვაკეთებ, არასდროს არ ვფიქრობ იმაზე, რომ მოусმენს ვიღაცა რას იფიქრებს და მოეწონება თუ არა და რას იტყვის რა. პირველ რიგში მაინც ჩემთვის ვარ. მერე იმათთვის ვინც მიყვარს და მერე ყველა დანარჩენისთვის.